ბედნიერების ფორმულა უნივერსალური არ არსებობს. არ არსებობს ფერი და სურნელი. აღქმებია. ყველა ჭრილობას სჭირდება მოშუშება. როდის და როგორ პასუხობს სხეული? ბედნიერი ვარ ან არ ვარ? ადამიანს ხედავთ არა რეალურს, არამედ ჩვენს წარმოსახვას მის შესახებ. ეს პირველი შეხება და ეს აჟიტირება და შეყვარება და ასე შემდეგ, ხო, ეს სუბიოქიმია. თვალის გუგები ფართოვდება, გული აჩქარდება მუცელში და გულში და მუნკერში პეპლები, ხო, ოფლი დაგასხამს, ხო, ანუ რა სტრესია. ეს სტრესია, ეს ადრენალინია, ეს კორტიზოლი, და მოდის ეს ყველაფერი და ეს თან აჟიტირებასთან არის შეჭიდული. ყველა ადამიანის მთავარი საზრუნავი და მიზანი ეს არის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მოთხოვნილების დაკმაყოფილება კონტაქტის გარეშე შეუძლებელია. სიყვარული ალბათ ცდელობა, საკუთარი მარტოობა დავაკომპენსიროთ, ეგრეა. დუღაბია. თავარი გამოვლინება ამავატყუხობის არის მსხვერპლის სინდრომი და მე ვიწყებ ემოციებით მანიპულირებას. სანამ მე ვარ ნაწყენი და ვბრაზობ, ის ბატონობს ჩემს. სიყვარული აპრიორია ბედნიერების. აუცილებლად. მე მინახია სიყვარულში უბედური ადამიანები. ის ვნება. მოგესალმებით სტუმრად ანასთან. ეს არის სივრცე გულახდილი საუბრებისთვის და გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო სიუჟეტს შემოგთავაზებთ. დღევანდელი ჩემი პოდკასტის სტუმრები არიან ექიმი, პათოლოგ-ანატომი, მეცნიერებათა პოპულარიზატორი, ქალბატონი დეა ყოლბაია და ექიმი, გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, ქალბატონი ნინო ბედიაშვილი. მოგესალმებით, ქალბატონო დეა, ქალბატონო ნინო. ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და მესტუმრეთ. მოგესალმებით, მადლობა დაპატიჟებისთვის, მასპინძლობისთვის. მადლობა. მოგესალმებით, მეც მინდა მადლობა მოგახსენოთ ამ შესაძლებლობისთვის, რომ მოვხდით თქვენთან სტუმრად. ძალიან დიდი მადლობა. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა იქნება სიყვარული, სუბიექტური ბედნიერება წყვილის ცხოვრებაში და სხეულის ენა. სუბიექტური ბედნიერება თითოეული ადამიანის პირადი განცდა. ადამიანი თავს ბედნიერად გრძნობს იმის მიხედვით, როგორ აღიქვას თავის საკუთარ ცხოვრებას და არა იმით, რა აქვს რეალობაში. სიყვარული არის არა მხოლოდ პარტნიორის ძიება და პოვნა, არამედ საკუთარი თავის პოვნა სხვის არსებობაში. და ჩვენი სხეული კი არის ჩვენი არსებობის ენა. პირველი კითხვა თქვენთან მექნება, ქალბატონო დეა, რა არის ბედნიერება? ეს არის ჩვენი მდგომარეობა თუ არჩევანი? კი ბატონო, იმისათვის რომ ამ კითხვას ვუპასუხო, ერთი პატარა ლირიული გადახვევით მინდა დავიწყო. დიახ. ინდურ ფილოსოფიაში არის ერთ-ერთი და რელიგიაში ერთ-ერთი ავატარი ღმერთის ვიშნუსი კრიშნა, რომელსაც ყავს მარადიული საადრფო რათხა. და მთელი რიგი პერიპეტიების შემდგომ ზეციური ნეტარების სასუფევლიდან ისინი ეშვებიან მიწაზე, განსხეულდებიან და წყევლით, იმიტომ რომ სულიერიდან მატერიალურში ჩამოვარდნა ესეთი უარყოფითი ემანაციაა და რათხას წყევლიან, რომ შენო გეყვარებაო კრიშნა თავდავიწყებითო. კრიშნას წყევლიან, შენ გეყვარება რათხა თავდავიწყებითო და 100 წელი იქნებით უერთმანეთოდ. ანუ ეს არის წყევლა. ხო, ესე იგი, ესეთი იყო ამ წყევლის არსი. მოკლედ ესე იგი ძალიან ბევრი თავგადასავალი აქვს ამ ორ გმირს, რომელიც არის სახელმძღვანელო სიყვარულის ხელოვნებაში, სულიერი თვალსაზრისით. და ერთხელაც სანამ ისინი დაშორდებიან, ბავშვობის პერიოდი, ეს ვრინდავანის პერიოდია. სიყმაწვილეში შესულები ერთმანეთს იცით როგორ არის, კი არ ართობენ, ერთმანეთი კი არ უყვართ, ერთმანეთით არსებობენ. და რათხა ეუბნება კრიშნას, რომ შენო არიციო, მე როგორ მიყვარხარო. და კრიშნა ეუბნება, შენც არიცი, მე როგორ მიყვარხარო. მაშინო კრიშნა ეტყვის, იცი რა გავაკეთოთო?
გავცვალოთ სხეულები. კრიშნა გადაინაცვლებს რადხაში და რადხა გადაინაცვლებს კრიშნაში. მაგრამ ეს მარტო სხეულებში გადმონაცვლება არ არის. კრიშნა გადადის სხეულში, რადხაში და მის გრძნობებში. გადავიდა და მან ის კი არა რომ გაიგო, მან იცხოვრა რადხას გრძნობები და შეიგრძნო თავიდან ბოლომდე. იცხოვრა, აი როდესაც არის პრაჟევანია ჩუვსტვა. იგივე მოხდა რადხა, აი მხოლოდ ამის შემდეგ გააგებინა რადხას კრიშნამ და რადხამ კრიშნას რას ნიშნავს რამდენად მიყვარხარ. ეს არის ერთ-ერთი პოსტულატი, რომ ბედნიერების ფორმულა უნივერსალური არ არსებობს. რამდენი ადამიანიც არის, იმდენაირი ხასიათია, იმდენაირი ფასეულობათა სისტემებია, ეტალონური სისტემებია, ფასეულობათა იერარქია, რომ ამის მერე ეს და ამის მერე ეს, ხო? ვიღაცისთვის უპირატესია, ვთქვათ, რაღაც დიდებული იდეა და ვიღაცისთვის ვთქვათ, რაღაც მარკიანი მანქანა, მაგალითად, ხო? კი ბატონო. ყველაზე დიდი ბედნიერება, რომ დავიყვანოთ ფილოსოფიურ კონცეფციამდე. ეს არის, როდესაც შენ შეგიძლია გააცნობიერო, იცხოვრო გრძნობა, იცხოვრო შემეცნება, იცხოვრო მიხვედრა. არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი. როდესაც შენ შეგიძლია შენი გრძნობა გააცნობიერო და იცხოვრო იმ ადამიანის გრძნობა. ანუ ყველაზე დიდი ბედნიერება არის გაცნობიერება. ეს შეიძლება ძალიან ფილოსოფიურად ჟღერდეს. იმისათვის რომ გავიგოთ საბოლოო ჯამში ეს რას ნიშნავს, მეორე ეპიზოდი უნდა მოვყვე. ანუ ერთი ეს არის, როდესაც აი ეს რაც თქვენ ბრძანეთ, რომ ყველას თავისი შეგრძნება აქვს, ანუ კვალია ქვია ამას მეცნიერებრივად ფსიქოლოგიაში კვალია, ანუ აი ის შენი პირადი გამოცდილება, რომელიც მხოლოდ შენია და სუბიექტურია. ძალიან გემრიელია ზეფირი მაგალითად, ხო? მაგრამ თქვენ შეიძლება თქვოთ, რომ იმედე და არა, ამას მეორედ არ შევჭამ, ხო? ანუ მე მომწონს კარგია და შენ უიმე არ შევჭამ, ზეფირისთვის სულ ერთია, ის თავისთავად ის არის, რაც არის, ხო? ისევე როგორც მაგალითად არ არსებობს ვარდის სურნელი. არ არსებობს წითელი ვარდი. არ არსებობს ფერი და სურნელი. აღქმებია. ეს მოლეკულებია, რომელიც ორთქლდება, ალდება, ხო? და ეს მოლეკულა ჩემი ნაზალური სისტემით, აი ამ რეცეფციით აღიქმება როგორც ვარდის სურნელი. ხო? აი ესე ვთქვათ სიტყვაზე დამპალი ხორცი, ხო? შემაძრწუნებელი საზღარი და ასე შემდეგ, მაგრამ უამრავი მწერი ელტვის, იმიტომ რომ მისთვის ეს სასიამოვნოა. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან პიროვნული, ძალიან ინდივიდუალური. და მეორე მაგალითი მინდა მოგიყვეთ. ბერძნულ მითოლოგიაში არის ესეთი ქალღმერთი ლამია, ეს არის ლიბიის დედოფალი იყო, მითოლოგიური პერსონაჟია და მოკლედ მას მოიხსენიებენ როგორც ყველაზე საშინელი დემონი ბერძნულ მითოლოგიაში. ეს არის გველის ტანით, ესეთი ეშვებით რაღაცა და ღამე იპარება სახლებში და ბავშვებს იტაცებს და ჭამს. ну ასეთ საშინელება. მაგრამ რა აღმოჩნდა, რა არის ამისი პრეისტორია, რომ აი ეს დედოფალი, რომელიც მერე გახდა, რამ გამოიწვია ეს ტრანსფორმაცია, დემონიზაცია, რატომ მოხდა პიროვნების. მოხდა შემდეგი, რომ ეს ქალი იყო ლიბიის დედოფალი ულამაზესი, ყავდა 5 შვილი, ქმარი, რომელიც ძალიან უყვარდა, კეთილი დედოფალი, რომელიც მზესაც ფიცულობდნენ, ხო? და რა თქმა უნდა მიიქცია ზევსის ყურადღება. და ეხლა გავლენიანი უკიდეგანო ძალაუფლების ადამიანის ყურადღების მიქცევა უბედურების მომტანიაო, ამბობენ როგორც ხედავთ და მიუხედავად იმისა, რომ მას თავისი ოჯახი და ასე შემდეგ, უარის თქმა არ შეეძლო და საბოლოო ჯამში გახდა მისი გულისწორი, ზევსის რჩეული. რაც რა თქმა უნდა გაიგო ჰერამ. და ჰერა, რომელიც არის ეჭვიანი და არ შეეგუა ღალატს, უნდა დასაჯოს ვიღაცა და ვის დასჯის? უკიდეგანო ძალაუფლების მქონეს ხომ ვერ დასჯის. ამიტომაც ეს სამართალი, ხო, თავს დაატყდა იმას, ვისაც თავის დაცვის საშუალება არ ჰქონდა. ხო, სუსტს და ანუ მსხვერპლს. და ჰერას ჯის ლამიას მას მოჰგვრის სიგიჟეს, მაგრამ სანამ სიგიჟე დაემართებოდა,
რაღაცის გამო უნდა დამართნოდა. თვალწინ დაუხოცავს შვილებს. და სიგიჟეს მთავარი მიზეზი ეს არ არის. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ამავდროულად დასაჯა ლამია იმით, რომ მას თვალების დახუჭვის უნარი აღარ ჰქონდა. თვალებს ვეღარ ხუჭავდა. უძილობით დაწყევლა. თვალებს ვერ ხუჭავდა, ვერ იძინებდა და თუნდაც იმ რამდენიმე საათით მაინც ვერ ივიწყებდა ამ უბედურებას, ანუ სულ ახსოვდა ეს განსაცდელი. და ნელ-ნელა ჩვენი ლამია გახდა დემონი. მას არ შეეძლო ყურება, როგორ იხუტებდნენ სხვა დედების შვილებს. როგორ ცქრიალით კის-კისით დადიოდნენ, დარბოდნენ ბავშვები და კუნტრუშობდნენ. გაბოროტდა. ხო, გაბოროტდა. ზევსმა ნახა ეს საშინელი სანახაობა. ერთადერთი რითაც იზრუნა ზევსმა იყო ის, რომ ლამიას ეს თვალები, რომელსაც ვერ ხუჭავდა, მას შეეძლო თვალები სახიდან ამოეღო. როგორც პროტეზი. ერთადერთი ეს შეეძლო, ამოეღო თვალები და ამ თვალბუდეებიდან შემაძრწუნებელი წყდიადით გამოესხივა ეს არ ყოფნა თვალების ამოღებით. მაინც შეემცირებინა ეს ტანჯვა. ამიტომ ის დღისით თვალებს იღებდა, რომ ეს არ დაენახა ეს ყველაფერი სხვისი სიხარული. და ღამე ისევ ამას ესე იგი ითავსებდა თვალბუდებში და შედიოდა ოსახლებშიო და შურს იძიებდა ყველა იმ ბავშვზე, რომელიც მისი არ იყო, მისი ცოცხალი შვილები აღარ იყვნენ ცოცხლები. ნახეთ რა არის აქ ქრონოლოგია არის. ძლიერი უბედურება, დიდი უბედურება, ძლიერი სტრესი. ამ სტრესიდან ვერ გამოსვლა, ანუ ჩარჩენა მწუხარებაში, თვალებს ვერ ხუჭავს, ანუ ვერ ხდება ამ დრამის მონელება, გადახარშვა ვერ ხდება, შემდგომ სხვისი ბედნიერება, პედალირებას ახდენს, ანუ სტკივა, მისი ჭრილობა სულ ღიაა. აი ჩვენ ახლა ნელ-ნელა მივდივართ აი ამ პასუხამდე, აი ბედნიერება, რომ როდესაც არის რაღაცა სტრესი, რაღაცა ჭრილობა გაქვს, ხომ? აი ამ ჭრილობით რეაგირებ ყველა ტრიგერზე, ყველა გამღიზიანებელზე და როდესაც მწუხარება არ გადაიხარშება, სტრესი არ გადაიხარშება, არ გაანალიზდება, შენ ამ ღია ჭრილობით დაიარებ. და ყველაფერს ეხები ამ ჭრილობით და ოდნავი შეხებაც კი შენ ტკივილს გორის. ბედნიერი ვერ იქნები თუ ღია ჭრილობით დაიარებ. ანუ ყველაფერი უნდა გადავხარშოთ. ყველა ჭრილობას სჭირდება მოშუშება. ჯერ შეცნობა და შემდეგ მოშუშება. ანუ ბედნიერებას კითხვას ვერ ვუპასუხებთ თუ ჭრილობამდე არ დავედით, იმიტომ რომ ყველანი ჩვენი ჭრილობებით დავდივართ. ანუ ბედნიერება, როდესაც ან ეს რამდენად არის შესაძლებელი მატერიალურ სამყაროში, ძნელი სათქმელია, რომ არ გქონდეს ჭრილობები, მაგრამ ყველა ჭრილობა, რომელიც მოგვაყენა ცხოვრებამ, სამყარომ, განგებამ, სხვა ადამიანებმა, საკუთარ თავმა, დროულად მოვაშუშოთ. აი, ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია, მეცნიერება, განათლება, მედიცინა, ლიტერატურა, აი ასეთი შეხვედრები ემსახურება ამ ჭრილობების მოშუშებას. ამრიგად, ბედნიერება არის, როდესაც შენ აცნობიერებ, აი ცხად გრძნობით შენს გრძნობას და გულწრფელი ხარ შენ თავთან. როდესაც შეგეძლია იმ ადამიანის, შენი გულის სწორის, საყვარელი ადამიანის გრძნობა და სიყვარული მთლიანად შეითვისო, შემოუშვა და მის ადგილიდან, აი მისი თვალებიდან გამოიხედო, ხომ? და მეორე, როდესაც საკუთარ ჭრილობას და იმ ადამიანის ჭრილობას თანაბრად მოუვლი, მოეფერები, შეახორცებ. მე ეს მგონია ბედნიერების ფორმულა. გავდოთ ნინო, როდის და როგორ პასუხობს სხეული, ბედნიერი ვარ ან არ ვარ ბედნიერი? საქმე იმაშია, რომ თავიდან დავიწყებდი, რომ როდესაც იქმნება ურთიერთობები, რეალურად ყველა პიროვნება ატარებს იმ კვალს, რა დინამიკაც არის მის ოჯახში. ანუ ყველას ურთიერთობაში მოაქვს თავისი წარსული გამოცდილება. შესაბამისად, ძალიან ხშირად ურთიერთობაში შესვლის დროს ხდება იმის პროეცირება,
რაც ჩვენშია, ანუ ადამიანს ხედავთ არა რეალურს, არამედ ჩვენს წარმოსახვას მის შესახებ და ძალიან ხშირად კომუნიცირებთ არა პიროვნებასთან, არამედ ჩვენს წარმოდგენებსა მის შესახებ. თუმცა საწყის ეტაპზე ურთიერთობების დროს არის აჟიტაციის ფასა და სინუსოიდური განვითარება აქვს ამ ურთიერთობებს. არის აღმავალი პიკი, პლუსამდე ადის და შემდეგ ხდება ხოლმე განხიბლა, როდესაც ადამიანი არ შეესაბამება იმ მოლოდინებს, რაც შეიქმნა მეწყვილემ. რა ჩვენს წარმოსახვაში შევქმენი. და ეგ ჩავერევი ბუდიშით ნინო რომ აი ეს პირველი შეხება და ეს აჟიტირება და შეყვარება და ასე შემდეგ ხო ეს სუბიოქიმია არის ესეთი ნივთიერება ფენილეთილამინი ეს ამინომჟავა ფენილალანინის წარმოებულია რომელიც მოქმედებს თავის ტვინის აი ფრონტალურ ნაწილზე ქერქის და აქვეითებს რაციონალურ კრიტიკულ შეფასებას და საშუალებას აღარ გვაძლევს ხო? რომ ისი ნაკლი დაინახო და აი როგორც კი ეს ნაკლის მოხსნის ხო მომენტი დგება რომ შენ აიდეალებ მას რა გრძნობა გეუფლება შენ მასთან დაახლოება გინდა ხო აი ეს პიროვნული ესეთი ველი 55 სანტიმეტრი 60 სანტიმეტრი რაც უნდა დავიცვათ როდესაც ადამიანი უცხოა აი ძალიან ახლოს მოსვლას წლები სჭირდება რომ დაიმსახურო მაგრამ ერთი ნახვით შეყვარება თუ აი სხეულის ენა არის როდესაც შენ სხეულებრივად არა მხოლოდ ფიქრებით და ემოციებით სხეულებრივად გინდა მიუახლოვდე გინდა აი ეს 60 სანტიმეტრიანი აი ეს დისტანცია გადალახო და უფრო ახლოს ხომ თვალის გუგები ფართოვდება გული აჩქარდება მუცელში და გულში და მუნკერში პეპლები ხო ოფლი დაგასხამს ხო ანუ რა სტრესია ეს სტრესია, ეს ადრენალინია, ეს კორტიზოლი, და მოდის ეს ყველაფერი და ეს თან აჟიტირებასთან არის შეჭიდული, იმიტომ რომ ფენილეთილამინი ამავდროულად გარდა ადრენალინისა გადმოისვრის დოფამინსა და ენდორფინებს. შესაბამისად, აი ეს ენერგიულობა, ხო, და გამბედაობა. ხო, აზარტი. გაჯერებულია იმით, რომ გინდა შეერწყა, მიუახლოვდე და ერთი ეპიზოდი მინდა თქვა, ჩემი მეგობარია იური მეჩიტოვი, არაჩვეულებრივი ფოტოგრაფი და ერთხელ ესეთ როგორი პერიოდია 90-იანი წლები როა და აი შუქი რო არ არის და ესეთი ხო და გადმოსულია ჩვენთან და სურათი უნდა გადაგიღოთ ახლა დედაშემსა რაღაცაზე არის ნაჩხუბრები ხო და რა დროის ის არის ფოტო შუქი არ არის არაუსო ის ბაქოა ეს რო ანათებს პიშკას რო ვეძახო ხო და ნუ მოკლედ ესე იგი სურათები გადაგვიღო ეს დოკუმენტურად რომ აღეწერა ეს ჩვენი ყოფა 90-იან წლების კინო დოკუმენტალისტიკის ვარიანტში და მე მახსოვს მე ეს სურათი რომ ნახე რა და მიმითითა მამაჩემი ზის დივანის ერთ კიდესთან დედაჩემი მეორესთან მამაჩემი აი ესია გადახრილი და დედაჩემი ასე შორს ერთმანეთისგან ნახეთ ანუ ნაჩხუბრები არიან და სხეულები განიზიდა ხო ეს მოხდა იცით აი გაუცნობიერებლად კი გაუცნობიერებლად ხო აი რა იყო ცოლქმარია ვისა და ყველგან ახლა მაგრამ სხეული დაშორდა მეორე მაგალითად კონფლიქტის დროს ყვირი ხო ხმას უწევ რატო იმიტომ რომ შორდები დისტანცია იზრდება და ყვირი ხო რომ მოგაწდინო შე ფსიქოლოგიურად მომშორდი მე აი მაგალითად უამრავი არის ახლა ნინიმ ჩემზე უკეთეს მაგრამ მე ახლა ჩავეჭერი აი მაგალითად ეს ჩაჭიდებული აი ეს ნიშნავს რომ მე არ გიშვებ ჩემთან მე ვიცავ თავს ან აი ეს მაგალითად ეს ნუ აგრესიული ფორმა ეს კამარზე თქვა ხო აი თუ მაგალითად ძალიან უნდა რომ მოგაწოდოს და ეს სექსუალურად აგრესიული ფორმა აი ჯინსების რეკლამებში ხშირია აი ესე ხო ეს სექსუალობა აგრესია კოუბოი და მთელი ამბები მალბორო და ასე შემდეგ ხო ანუ თუმცა სხეულის ენის მართვა ისევე როგორც ემოციების მართვა შეჭიდულია კულტურასთან სიყვარული როგორც კულტურას სწავლებადია აი ძალიან ბევრი პრობლემა ორ ადამიანს შორის ეს იქნება ცოლ-ქმარი შეყვარებულები ან თუნდაც ოჯახში მშობლები შვილები და-ძმა და ასე შემდეგ ყალიბდება იმის გამო რომ სიყვარულის გამოხატვა არ არის ნასწავლი
არ ლაპარაკობენ ბუტიობა და წყენიობა. აი რაც მე ლამიაზე მოგახსენეთ, რატომ? აი ეს ორი მომენტი. პირველი, რომ მე არ შემიძლია შენს ტყავში აღმოჩნდე. მე არ შემიძლია შენი თვალებიდან გამოვიხედო და აი შემდგომ ნინო მოგვიყვება იგივე გეშტალტ თერაპიაში ცარიელი სკამის პრაქტიკა და როგორ არის ეს გამახსენე ეს ცარიელი სკამის პრაქტიკა არის, როდესაც მაგალითად მე რაღაც პრობლემა მაქვს. აი მე შენ მიყვარხარ, მაგრამ მაწყინინე გული მატკინე, მაგრამ თავის დროზე სათქმელი არ გითხარი. ამიტომ ცარიელი სკამია, მე წარმოვიდგენ რომ აქ შენ ზიხარ და ყველაფერს იმას ვამბობ, რაც თავის დროზე ვერ გითხარ. და მე ვჯდები ამ სკამზე, ანუ შენ ტყავში, აი რაც მოგახსენეთ, აი რა თქვა კრიშნათი, რაც დავიწყე, ხო? იმიტომ რომ მთელი ეს გეშტალტი, მეშტალტი, ეს ფსიქოსინთეზი, ფსიქოანალიზი, იუნგი, ფროიდი, ასაჯოული და ვულტი და შტერმახერი, ეს სულ არის ამ აღმოსავლურ ფილოსოფიაზე დაფუძნებული. აქედანაა აქვთ ეს ყველაფერი, იმიტომ მოხდა სწორედ მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ის დასაწყისი 50-იან წლებამდე ეს აფეთქება ეს ფსიქოლოგიური სკოლების, იმიტომ რომ მაშინ ითარგმნა ეს უპანიშადები, ბჰაგავად გიტა, ეს მთელი ინდური ეს ექსპანსია. სხვათა შორის, როდესაც შემოიტანა ეს ინდური ეს ბჰაგავად გიტას ეს მოძრაობა, ეს ისკონის მოძრაობა პრაბჰუპადა იყო ესეთი არაჩვეულებრივი მოღვაწე კრიშნას ერთგული და ინგლისში რომ ჩავიდა სხვათა შორის ბიტლზის ინდური პერიოდი ეს სერჟანტ პეპერი და ეს მაგიური მოგზაურობა ეს სულ ეს ექსპერიმენტული მუსიკა ამის გავლენაა და მას უთხრეს რომ რატომ ჩამოხვედიო აქო ჩვენი რელიგია ჩვენი კულტურა გვაქვსო და ინგლისის კოლონია ხომ იყო ინდოეთი და როგორ უპასუხა იცით პრაბჰუპადამ რომ თქვენო ყველაფერი წაიღეთო ინდოეთიდანო ძვირფასეულობაა ოღონდ ყველაფერი ესე და ეს ფილოსოფია რაც არის ეს რაც დაგავიწყდათ ის მოგიტანეთ რაც დაგავიწყდოთ მე მოგიტანეთო ხო და აი ეს რა თქვა კრიშნას აი ეს გადანაცვლება და ნახეთ აი რა არის გეშტალტში რომ აი ეს ცარიელი სკამი რომ რაც რა თქვა და კრიშნამ გააკეთა მე ყველაფერი გითხარი რაც მაშინ ვერ გითხარი წარმოსახვით მე ვჯდები ამ სკამზე და ვხდები აი ანა გიორგი ხო და გულწრფელად ვარ ანა და ყველაფერი რაც მე თქვა დეამ ან გიორგი მე ვთქვი იმას ვისმენ და იმას პასუხ ანუ შენს ტყავში აღმოჩნდი ხო აი ეს რა თქვა კრიშნას ეს მიმოცვლა ეს თვითონ ეს მე ხვთაება ეს რო ერწყმის ერთმანეთს და ეს არის ართხა და არეშვარ ერთად ორი ანუ გამთლიანება და აი ეს მთავარი იდეა რაც ასევე აი ნინი მიყვებოდა ძალიან ბევრს ამაზე გეშტალტში საზღვრების პრინციპი რომ აი ეს ორ ადამიანს შორის კონტაქტი ხო შეხება ჩვენ ხო შეხებისთვის მოვედით ამ ქვეყნად აი შევეხო მზერით მოგონებით სხეულით ხო აი გემოვნებით შეხება საკვები ხო სმენით შეხება რა მუსიკა ან ეს დედა რა ლამაზი ხო ესო შეხებებია აი ეს მთავარი ეს შვიდი კარიბჭე ხო ორი ყური თვალი მე ჩაგეჭრებით ახლა თუ შეიძლება კი ბატონო კი ესე იგი დეამ ძალიან კარგად ახსნა ბიოქიმიური საფუძველი და უშუალოდ რა შეიძლება მოხდეს წყვილების კონტაქტის დროს რაც მე დავიწყე და მე განაგზო და ძალიან კარგად შემოაქვს მითოლოგია მეტაფორულად რო შევხედოთ აი ამ ყველაფერს მე ცოტა დავმიწდები და უფრო სხვა კუთხით შემოვიტანა აი წყვილების ურთიერთობას კერძოდ აი როდესაც ხდება რაც დავიწყე მე იმ თემას გავაგრძელებ კიდე თავიდან აი სინუსოიდური მრუდი რო ვახსენე შემდეგ განხილვა შეიძლება მოხდეს აი ამ პარტნიორის მიმართ და შესაბამისად თუ ამ დროს კონტაქტი შემდგარია წყვილებს შორის თუ კი ისინი არიან ცხადღრნობაში ანუ ხედავენ ერთმანეთს არიან შემხებლობაში აღიქვამენ თუდაც კრიზისულ სიტუაციას რეალურად აფასებენ
სიტუაციას თუ მათ შორის არის დიალოგი და არის мотиваცია რომ მოხდეს გაგება ერთმანეთის აი ამ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს აი ამ ხატის შემდეგ კონფიგურაციის ცვლილება და თანდათან აი ეს კრიზისული სიტუაცია გახდეს რესურსი საიდანაც მოხდეს შეიძლება ცვლილება და საიდანაც შეიძლება დაიწყოს კიდევ პიროვნული ზრდა და ახალი სუნთქვა წყვილების ურთიერთობაში კი ბატონო და გავაგრძელებდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი როდესაც დგება კრიზისი დაუშვათ წყვილებს შორის შესაძლოა იყოს არა მხოლოდ დაუშვათ აი ეს პროექცირება და ხატის შექმნა და კონტაქტი შექმნილ ხატთან და არარეალურ პიროვნებასთან არამედ შესაძლოა იყოს პასუხისმგებლობების და როლების კონფლიქტი. უფრო გასაგები რომ იყოს მოვიყვანდი აი ესეთ მაგალითს რომ თუ კი ბავშვობაში დაუშვათ გოგონას აკლია მამის სითბო მამა როგორც საყრდენი მზრუნველი როგორც უსაფრთხო გარემო შემქმნელი შემდეგ უკვე როდესაც შედის ურთიერთობაში თავის ეს გამოცდილება მოაქვს პარტნიორულ ურთიერთობაში და პარტნიორში უკვე ეძებს არა პარტნიორს არამედ მამას რომელიც დაიცავს რომელიც მისი საყრდენი იქნება რომელიც იზრუნებს მასზე და დგება ურთიერთობა არა ჰორიზონტალური ორ თანაბარ პიროვნებას შორის, არამედ არის უკვე ვერტიკალური მამას და შვილს, ან დედას და შვილს შორის და შესაბამისად ძირშივე კვდება რომანტიკული ურთიერთობა. რაც ახსენეთ სხეულის ენა. სხეულის ენა ქვეცნობიერ დონეზე მოდის საწყის ეტაპზევე, უბრალოდ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე თვალის არიდება, თვალის დახუჭვა, არ შემჩნევა და უკვე კრიზისით მისულები ფსიქოთერაპევტთან, ფსიქოთერაპევტის ერთ-ერთი გასაღები არის სწორედ ფენომენოლოგია, როდესაც წყვილი მოდის თავისი პრობლემით ზოგჯერ მოყოლილ შინაარსში არ შედის ფსიქოთერაპევტი, ის თავდაპირველად აკვირდება მათ შორის ურთიერთობას, ხმის ტემპს, როგორც ხედან ერთმანეთთან, რა კუთხით, როგორი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ან თვითონ თერაპიული პროცესის დროს როგორი კონტაქტი დგება, ან სად არის წყვეტა ამ კონტაქტის. ისევ კონტაქტს გავაგრძელებდი მაშინ, იმიტომ რომ როგორც დეამ დაიწყო კონტაქტი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველა ადამიანის მთავარი საზრუნავი და მიზანი ეს არის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მოთხოვნილების დაკმაყოფილება კონტაქტის გარეშე შეუძლებელია. ანუ აუცილებელია რაღაცასთან კონტაქტი ხშია, საჭმელი უნდა მოიპოვო და ეკონტაქტო, ტაქტილური შიმშილი გაქვს, აუცილებლად უნდა მოძებნო პიროვნება ან რაღაც ნივთი, რასთან შეხებასაც მოაქვს სიამოვნება. თუნდაც წარსულის ან მომავალთან შეხება შეიძლება მხოლოდ კონტაქტით, რომელსაც ახერხებს ადამიანი ფანტაზიის გზით. მაგრამ რომ შედგეს კონტაქტი, ამისთვის აუცილებელია საზღვარი. საზღვრის გარეშე კონტაქტი ვერ დგება. მაგრამ ეს საზღვარი უნდა იყოს თანგამტარი, ანუ არ უნდა იყოს სულმორღვეული, ანუ კონფლუენციაში, ანუ შერწყმაში არ უნდა შედიოდნენ მეწყვილეები და გარდა ამისა არ უნდა იყოს ხისტი. თორე ორივე შემთხვევაში წყვილების ურთიერთობა მიდის კონფლიქტამდე და ზოგჯერ ტრაგიკულ გამოსავალამდე. თუ ბედნიერება ჩვენშია, რატო ვეძებთ მას პარტნიორში? ბედნიერება ჩვენში რომ იყოს, ჩვენ ვიქნებოდით სრული, მთლიანი. ბედნიერება შეუძლებელია მთლიანობით ყველაფერს. ამიტომ რომ მთლიანობის გარეშე ბედნიერება სრული უნდა იყოს, აი გეშტალტი ნიშნავს მთლიანობა, ფორმა, სტრუქტურა, შეკვრა. აი მაგალითად მე მესმის სიმფონიური მუსიკა. მე მთლიანობაში მუსიკა მესმის, მაგრამ ამავდროულად მესმის ყველა ინსტრუმენტი. მე ვხედავ ნახატს ცალკეული დეტალებით, მაგრამ ეს დეტალების ერთობა მე აღვიქვა მას როგორც ანუ ფორმას და აი ეს ფორმა თუ გარღვეულია,
და გარღვეულია იგივე ბერძნული მითიდან რო ავიღოთ, არა მხოლოდ ბერძნული, რომ ოდესღაც რომ იყო ორსქესიანიო, მერე გაიყო პლატონთან გახსოვთ ნადიმში და მერე უხსოვარი დროიდან მოდის ძიება იმ მეორე გახლეჩილი ნაწილის, ხო? აი ეს ართხან არის შვარ, ეს შერწყმა, აი ამის გამოძახილია, ხო? იმიტომ რომ მაკედონელმა თავის დროზე დაალაშქრა ინდოეთი და ძალიან ბევრი იდეის მიგრაცია მოხდა, თუმცა დამოუკიდებლადაც მიხვდებოდნენ რასაკვირველია. აი მაგალითად ჰერმესის და აფროდიტეს შვილი. ჰერმესი ეს არის სიბრძნე, ასევე ეს მოხერხებული შიკრიკია ღმერთებსა და ადამიანებს შორის, გზაჯვარედინების და აბაზაკების ამავდროულად და ვაჭრების და აფროდიტე სილამაზე და სიყვარული და მათი შვილი არის ჰერმ აფროდიტი. ორსქესიანი. აქ არ იგულისხმება პროპაგანდა ორსქესიანობის. აქ არის საუბარი იდეაზე, რომ სიბრძნე და სილამაზე უნაკლოა, შეერწყა და არის ბედნიერი, იმიტომ რომ თვითკმარი. ხო, აქ არ არის პირდაპირ მნიშვნელობით ბიოლოგიურ ჰერმაფროდიტიზმზე ლაპარაკი. აქ იდეების შერწყმაზეა საუბარი. შენ ხარ ბედნიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხარ მთელი და მთელი არ ხარ, იმიტომ რომ სქესი გახლეჩილია. აქედან გამომდინარე ვეძებ მეორე ნახევარს, რომ ეს შევივსო. ამიტომ ვეძებ. აი ზუსტად სიყვარული ალბათ ცდელობა, საკუთარი მარტოობა დავაკომპენსიროთ, ეგრეა. დუღაბია. როდესაც ხო, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ყველაზე არ ვრცელდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი თვითკმარია, ასე თვლის ყოველ შემთხვევაში და არ საჭიროებს არავის იმისათვის, რომ ის გამთლიანდეს. მოდით ვთქვათ, ესეთი ეგოცენტრული ჰუმანისტები, ეგეთი ადამიანები, რომ არ უნდათ ვთქვათ პარტნიორი. ასეთი ტიპია. ხო? აი რომ მოკლედ ცოლს არ მოიყვანს ან არ გათხოვდება. არ უნდა და მორჩა. თავისთვისაც მშვენივრად არის. ეგოიზმია, სოციოპათია, თქვათ კომპლექსებია, თუ რა არის ეს ცალკე თემაა და ამაზე ბევრი შეიძლება ვიმსჯელოთ. აი მე მინდა დაუბრუნდე აი ერთ-ერთი მიზეზი ჭრილობა, ხო? რომ თუ შენ ეს ჭრილობა გაქვს ღია, შენ ყველაფერს ამ ჭრილობით ეხები. და თუ ურთიერთობაში ეს ჭრილობა, ღია ჭრილობა სულ გტკივა, ნებისმიერი საქციელი, მით უმეტეს, როდესაც ეს ფენილეთილამინი და ეს დოფამინი და ეს ენდორფინები დაეცემა, იქნება შენთვის გამღიზიანებელი და ტრიგერი. ლამიას მაგალითი მოვიყვანე იმისთვის, რომ როდესაც შენ თვალებს ვერ ხუჭავ თვალებს, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის აი ასე გასასტიკებულად შეფასების პირობებში ვერ იღებ. თუ შენ ყველაფერს უყურებ აი მხოლოდ რაციოთი, მხოლოდ ინტელექტით, მხოლოდ შემფასებლური განსჯით, ის კარგავს რომანტიკას. და პრობლემა უნდა შევინარჩუნოთ, რომ სულ ვიყოთ რომანტიკაში. ხო, სულ რომანტიკაში ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ აი სინოკოსინოიდურია. სულ ვაჰაჰა ეს დიაგნოზია. ისევ როგორც სულწუხარება, დეპრესია, ხო? და მომყავს ხოლმე ეს მაგალითი, რომ ჯობია იტირო ფსიქოთერაპევტთან, ვიდრე იხარხარო ფსიქიატრთან. იმიტომ რომ მონაცვლეობა, ხო? აი დღე და ღამე, ხო? გაზაფხული ზაფხული შემდგომ ზამთარი. ჩვენ ციკლური სისტემის ნაწილი ვართ. სულ ბედნიერი ვერ იქნები. თუმცა არის მაგრამ ის ცეცხლი არ უნდა დაიკარგოს. დიახ. თუ მეც ჩავერთვები, რომ ელემენტარულად როგორც ერთ მდინარის ნაკადში ორჯერ ვერ შევდივართ, ერთ ადამიანთანაც, ერთ პიროვნებასთანაც ყოველდღიურად თუნდაც ან ყოველი რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ეკონტაქტები უკვე სხვა ადამიანს, იმიტომ რომ იქ ხდება ცვლილებები, მithomet ეს თუკი დრო არის გასული, ხდება რაღაც გარკვეული გამოცდილების დაგროვება, რაღაც გარკვეული
ტკივილების დაგროვება, სიხარულების დაგროვება, თუნდაც პროფესიული ზრდა შეიძლება კონდეს ერთ-ერთს და იცვლება თუნდაც სტატუსი ცხოვრებაში, როლები იცვლება. შესაბამისად უნდა მოხდეს გადაწყობა ურთიერთობებში, აი ისევ ვიტყუროთ, ხატგრძნობა ემოციების, გრძნობების ამ ადამიანთან მიმართებაში, გადახედვა ურთიერთობებს, უნდა მოხდეს გადახედვა და ისევ დიალოგი. დიალოგი რა არის მნიშვნელოვანი, რა არის საერთო და ასევე აუცილებელი არის ამ ურთიერთობებში ისეთი დისტანცია, სადაც ორივე პიროვნებას, მეწყვილეებს ექნებათ ინდივიდუალური დამოუკიდებელი გარემო. ანუ წეგან რასაც ვახსენებდი საზღვრებთან მიმართებაში, ანუ საერთო შემხებლობა უნდა გქონდეს, უნდა გქონდეთ ის რაღაც საერთო მიზნები, საერთო ამოცანები, მაგრამ უნდა გქონდეთ დამოუკიდებელი სივრცე, სადაც ისინი ორივენი იქნებიან დამოუკიდებლები. თუნდაც ისეთი ისტორიები თუ გამოცდილებები, რომლებსაც თუნდაც ერთმანეთთან არ გააზიარებენ, მაგრამ ერთმანეთის ინტერესი უნდა გქონდეთ და უნდა საერთო ფასეულობები, საერთო იდეები, საერთო ოცნებები და ყველაზე დიდი ხელშემშლელია ეს უბედურების ჩიხი. როდესაც იწყება ჩიხი, თავარი ეს არის წყენიობა, წყენები. და გვაქვს. აი ამას ხო ვერ გავექცევით. აი ნახეთ, შეიძლება. აი თურმე როგორ ძალიან საინტერესოა. რომ აი მთავარი პრობლემა ეს არის წყენიობა, აბიჩივესიც რუსულად. და არის ნახეთ სამი ესეთი გამოვლინება, აი ნეგატიური ემოციის. ეს არის წყენა, ეს არის ბრაზი და ეს არის რისხვა. აქედან წყენა ეს არის ერთი და ბრაზი რისხვა ეს არის აბსოლუტურად მეორე. რა? თუ მე შენგან რაღაც მეწყინა და მე ეს გამოვხატე ბრაზით, ეს უკვე წყენაში კი არ დარჩა. არამედ ეს იყო ტრიგერი, რომ მე გავბრაზებულიყავი და მე პირდაპირ მომტრიალდები და გეტყვი, რომ იცით რა, ანა, მე ეს არ მომწონს, ეს არ მიმაჩნია სწორად. მოდი გავერკვეთ რაშია საქმე. ну კულტურის შესაბამისად ეს მოხდება ანისი ანასე, ხო? აი, გავარკვიოთ რა მოხდა. ანუ მე გამოვხატავ რას, რომ თქვენ დაარღვიეთ ჩემი რაღაც საზღვარი, შეგეშალა, ხო? და მე ვიცავ ჩემს საზღვარს კორექტულად, საუბრით, პოლემიკით, ხო? მაგრამ თუ მე დამეუფლა რისხვა, მაშინ მე ამას ვაკეთებ აგრესიულად, ვიწყებ ჭუბს, ისტერიკას მოვაწყობ, სკანდალს, დავამტვრევ და ასე შემდეგ, ხო? ეს იმისად და მიხედვით, როგორია კულტურა და როგორია ტემპერამენტი და ჰორმონული ფონი და ასე შემდეგ, ხო? ანუ და ფსიქიკური მდგომარეობა იმ მომენტში. ანუ ბრაზი და რისხვა ეს არის საზღვრის დაცვის მცდელობა ძალისმიერად გამოხატული და მე ვიმკვიდრებ თავს, ვიცავ ჩემს საზღვარს, მაგრამ თუ მე შე რაღაც მაწყენინე, ხო? დაარღვიე ჩემი საზღვარი და მე ვერ გამოვხატე აგრესიულად. ვერ დავიცავი ჩემი საზღვარი და მე ჩავტრიალდი შიგნით. ანუ ბრაზი და რისხვა ხო გარეთ გამოვიდა. წყენა არის, როცა ჩავტრიალდე შიგნით, მე ვერ გითხარი სათქმელი. მე გავხდი მსხვერპლი და შევედი მსხვერპლის როლში. ხო? მე ამ ჩემი მუნჯი ყვირილით სამყარო შევარყიე. არა მომიღია ხმა, ხო? მე მეწყება ფსიქოსომატური დარღვევები. მე ძალიან ცუდია, ხო? მე აბად ვხდები, რომ ვერ გამოვხატე სათქმელი. მე მართალი ვიყავი, მე დავიჩაგრე. შენ მე დამჩაგრე და თავი ვერ დავიცავი, ჩემი საზღვრები მოირღვა. მე გავხდები ავად. და ერთ-ერთი გამოვლინება ამისი არის იგივე დეპრესია. უძილობა, აი ლამიასთან რაც იყო, ხო? იმას ხო დეპრესია ქონდა, ხო? შეიშალა ქალი, შვილები დაუხუცეს არაფრის გამო. მეც ჩაგირთვებით ეხლა თუ შეიძლება აქ საუბარი იყო რეალურად ემოციების ან გამოხატვაზე ან არ გამოხატვაზე. მე უკვე პროფესიული კუთხით მოვიტანა მომენტს, იმიტომ რომ რეალურად როგორც აღნიშნე, კონტაქტი არის აუცილებელი იმისთვის, რომ მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს. კონტაქტი არ გულისხმობს მხოლოდ პიროვნებად შორის ან პიროვნებასა და ობიექტს შორის კონტაქტს. კონტაქტი აუცილებელია საკუთარ თავთან, საკუთარ ემოციებთან. როდესაც მოდის წყენა იქნება, ბრაზი იქნება, რისხვა იქნება, აუცილებელია, რომ ადამიანი იყოს ცხადგრძნობაში და ცნობს საკუთარ ემოციებს, საკუთარ განცდებს.
ახდენდეს მის სახელდებას, სახელს არქმევდეს. გააცნობიეროს რა და ცნობიერებაში ამოიტანოს, ხატგრძნობაში ამოიტანოს აი ეს რა არის და შესაბამისად კონსტრუქციულად გამოხატოს ეს. აუცილებელია, რომ ნებისმიერი განცდა იყოს გასიტყვებული. ოღონდ ეს არ უნდა იყოს ბრაზით, რისხვით ან თუნდაც ისეთი აგრესიული ფორმით გამოხატული. ხანდახან კომუნიკაციის პრობლემაც არის ხოლმე. იძახიან, მაგრამ სხვანაირად იგებენ. ესეც არის, კიდე ნახეთ რა მომენტი არის, რომ შესაძლოა რაღაც სიტუაციაში მე რაღაც მეწყინა, მაგალითად, აი ამ სიტუაციაში მე დეამ ისეთი რაღაც მითხრა, რომ ჩემში წამოვიდა წყენა და დაატრიგერა თუნდაც გაფრაზება, მაგრამ მე ეხლა აქ დეასთან ბრას არ გამოვხატავ არ წყენას, მაგრამ მე ამ დროს დავეკონტაქტები საკუთარ თავს, ვიცნობ ჩემ ემოციას, დავარქმევ სახელს და მე საკუთარ თავთან ვაღიარებ, რომ მე ვარ გაბრაზებული. ეს უკვე აღიარებული ემოცია არის, რომელიც არ დაიწყუნა, ამას ჩვენთან რეტროფლექსია ეწოდება, რომელიც კონტაქტის წყვეტის ერთ-ერთი მექანიზმია. მაგრამ არ ეტყვით? შესაძლოა აქ მე ჩავთვალო, მაგრამ მე არ აღიარება საკუთარ თავთან ვაღიარე, მაგრამ შესაძლოა მე დეას ეხლა არ უთხრა, მაგრამ რო გავალთ, იქაც გადავწყვეტავთ, ეს უკვე ჩემი გადაწყვეტილებაა, მე საერთოდ გავაჟღერებ, თორემ შემიძლია მე რა უთხრა, რომ აი ეს შენგან არ მომეწონა და იქნებ სხვა დროს ეს ჩემთან არ მაგრამ შეიძლება არ უთხრათ დეას, საკუთარ თავს უთხრათ და ესეც უკვე აღიარებულია. უკვე всё დამთავრდა. დავხურე მე ის მომენტი, ანუ საკუთარ თავთან ვაღიარე ეს, ანუ არ მოვახდინე მისი უგულებელყოფა, ანუ დეფლექსია ქვია ამას, არ დავთრგუნე დაუშვათ ეს ემოცია. მივიღე, ვიცანი, ვიგრძენი, დავარქვი სახელი. შესაბამისად ეს უკვე ესეთ აღარ არის უკან ჩაბრუნებული, ჩატრიალებული ემოცია, რომელიც შეიძლება სხვა რაღაცამ დაატრიგეროს შემდეგ. ანუ ნახეთ რა მომენტია, მე უკვე რო შევალ დეასთან ახალ კონტაქტში, ახალ კომუნიკაციაში, თუ ეს არ მაქვს დახურული, ახალ წყენაზე შეიძლება იმ ძველი წყენით შემოვიდე მე კონტაქტში, ანუ ჩემი ძველი გამოცდილებით დეასთან ურთიერთობაში და ახალი კონტაქტი დამეკარგოს. ანუ აქ რა ხდება უკვე აღარ გავერკვე. ხო, მაგრამ კორექტულად უკვე გადახარშული, ხო? აუცილებლად უნდა გაირჩეს, რომ უსამართლობას ხაზი გაესვას, რომ შემდგომში არ გამეორდეს, რომ უნდა მითხრა, რომ მე აღარ გავიმეორო. ანუ აუცილებლად უნდა გაირჩეს საქმე, მაგრამ არა ქურდული გარჩევით, არამედ უნდა გაირჩეს ფსიქოლოგიურად რა მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ წყენა დაგროვდა და მე ჩავტრიალდი შიგნით და მე ვხდები ავად, თავარი გამოვლინება ამ ავადმყოფობის არის მსხვერპლის სინდრომი და მე ვიწყებ ემოციებით მანიპულირებას. მე ვიწყებ ემოციურ შანტაჟს, რომ მე ვარ მსხვერპლი. და უფრო მეტიც მე მორალურად აღმატებული ვარ იმაზე, იმიტომ რომ ის უსამართლოდ მომექცა მე. მაგრამ მე არაფერი არ ვთქვი. მე არაფერი არ ვთქვი. და აი თქვენ რო ბძანეთ, აი როგორ არის შესაძლებელი, რომ ამ წყენისგან თავი ავირიდოთ, იმიტომ რომ ყველა კონფლიქტის მიზეზი წყენაა. ბრაზი, რისხვა, ხო? პირველ რიგში როგორც ნინომ ბძანა ეს არის აღიარება და გამოუთხო შენ თავს რომ შენას გეწყინა. მე უნდა დაწერო რა გეწყინა, რა ქვია ამას და დასვა იმ ცარიელ სკამზე ეს წყენა. დასვი ამ სკამზე ის ვინც გაწყენინა. მე შენ ჯდები ამ სკამზე და გადმოხედო და როგორც კი აღიარებ, როგორც კი მიხვდები რომ ეს ადამიანი იყო უსამართლო. მე მართალი ვარ. მე დავიჩაგრე, ხო? და თავარი მომენტი, გაშვების მომენტი, პატიება რას ნიშნავს, რომ როგორია ხო აპატიო. მე მქონდა ეს მაგალითად თუ ახლოსმა მეგობარმა, რომელსაც ჩემი სახლი შეეწირა. მაგრამ მე აღმოვაჩინე, რომ თუ მე ამ წყენას და ამ ჩემი უსუსურობის რისხვას, იმიტომ რომ მე სამართალი ვერ ვიპოვე. მე ამას მაშინ გადავყვებ. მე ისეთი სტრესი მქონდა ამ შინაგანი უსუსურობის, აი ამ უსამართლობის გამო, რომ მე ავად გავხდი, კარტოფილი მეჭირა და დანა. რომ გამეთალა კარტოფილი. დგავა რონკანთან. და მე დამავიწყდა. მოძრაობა დამავიწყდა. როგორ უნდა გამეთალა კარტოფილი. ისეთი სტრესი მიიღეთ. ისეთი სტრესი მქონდა. და ეს მარტო კარტოფილით არ შემოისაზღვრა. მე ზუსტად ორ კვირაში, ეს ჩემი სათვალე არის +5. მე ორ კვირაში დამჭირდა +5. ანუ მე ვერ გამოვხატე ჩემი რისხვა. აი მოსამართლობის წინაშე.
ვერ ვიპოვე სამართალი და ჩემი მსხვერპლის სინდრომი იქცა ჩემი ვერ ფსიქოსომატური. გამოხატეთ თუ სამართალი ვერ იპოვეთ? ვერც გამოვხატე და ვერც სამართალი ვერ ვიპოვე. რატომ ვერ გამოხატეთ? მე ვერ დავიჯერე რომ ჩემი უახლოესი მეგობარი იყო თაღლითი. ვერ დავიჯერე. მე პოსტფაქტუმ მივხვდი, როდესაც ის უკვე იტალიაში გაიქცა. და ასე შემდეგ. ხომ? ანუ როგორც კი და ნახეთ აი ამ წყენას და პატიებას აქვს ქვიშის საათის ფორმა. ეს წყენა ნელ-ნელა, იმიტომ რომ ეს მედიატორები ხომ მე ცვდება, რეცეპტორები ცვდება და ესე თუ არ მოკვდი და გადარჩი, ავათხდები, მე უნდა გამოჯამრთელდე და ეს ნელ-ნელა იწრიტება ეს ქვიშა ეს და ნელდება და მატულობს შენი სასიცოცხლო ენერგია. ის რაც წყენის დროს ეს მთელი შენი აურა, ეს ეზოთერულ ენაზე რომ ვთქვათ, ხო? ეს აურა იყო ესე გაგლეჯილი, გახეული იყო და ეს შენი სასიცოცხლო ენერგია ესე თვალსა და ხელშა მიედინება ამ სფეროდან. ვტები. ნელ-ნელა ეს შენი როგორც ოზონის შრე იკვრება ეს შენი აურა. შენ იწყებ ვიტალური ენერგიის სხვა მიმართულებით გამოყენებას, არა მსხვერპლის როლში. არა ის რომ მე ესეთი ცოდო ვარ და უფრო მეტიც მორალურად აღმატებული ვარ, რომ მე აი ესე გადავიტანე და აი ისეთია და მე ასეთი ვარ და საბოლოო ჯამში ამ ვიტალურ ენერგიას მიმართავ პატიებაზე, არა ის რომ ის მართალია. იმას გამართლება არ აქვს. ხო თაღლითი მოძალადე და ასე შემდეგ ის ცალკე თემაა. მე ვპატიობ ჩემთვის, საკუთარ თავში. ჩემთვის ვპატიობ და რატო? რომ მე ვიყო კარგად და გადავჭე. სანამ მე ვარ ნაწყენი და ვბრაზობ, ის ბატონობს ჩემზე. ანუ სულ რო იმაზე ვფიქრობ და სულ რო გამწარებული ვარ და სულ რო გადარეული ვარ, ესე იგი მე ვმედიტირებ იმ ადამიანზე. ის არ არის სამედიტაციო. ეს ნიშნავს იმას, რომ მე თურმე მედიტაციის უნარი მქონია, როდესაც თვეები და წლები შემიძლია ამ რისხვაში და აი ამ წყენაში ვიყო. უბრალოდ რისხვა არ დამცალდა, ვერ გამოვხატე, არ გამომივიდა არაფერი. ანუ თუ მე სულ შემიძლია ამაზე ფიქრი, ესე იგი თუ რომ მედიტაციის უნარი მქონია და რაღა ამაზე ვიმედიტირებ, მაშინ მე ვიმედიტირებ მაგალითად შრი აურობინდო ქოშზე, გოეთეზე, ჰესეზე. მე ამას გარდავქმნი, რომ გადავრჩე, მე უნდა ვაპატიო ჩემთვის, რომ მე გადავრჩი და ვუშვებ. ანუ მე აღარ ვცდილობ, ყურადღება, აღარ ვცდილობ შევცვალო წარსული. წყენა არის მცდელობა წარსულის შეცვლის, იმიტომ რომ სულ იქტრიალებს. მე არ ვაძლევ უფლებას ამიერიდან, წარსულმა განსაზღვროს ჩემი მომავალი. მე ვიწყებ ნულიდან. მე გამინულდა ძალიან ბევრი რამ. სულიერად ფსიქოლოგიურად, მატერიალურად, ხომ? მე ვიგემე უძლიერესი ღალატი. ამას შეეწირა ჩემი სახლი. ამას შეეწირა ჩემი ჯანმრთელობა. მე გამინულდა და მე ვიწყებ თავიდან. მე დავიწყე აი ამ ენერგიის მოტრიალება. სხვერპლის როლიდან გამოვედი და ეს ენერგია, რომელიც წარსულში მატრიალებდა, გადმოვიტანე და გავაგრძელე ჩემი მაგალითად ლექციების კურსი, მაგალითად გადაცემები, მაგალითად საინტერესო სამყაროებში მოგზაურობა. მე დავბრუნდი, მე გავცოცხლდი და თურმე ის რაც დაიფერფლა ჩემი სახით, შემდგომ გახდა მასალა ახალი ფენიქსის. მე გავცოცხლდი, გაძლიერდით. მე გავძლიერდი რითი, პატიებით. ჩემში მე აღარ მოგცემ უფლებას შენ, ვინც მე უსამართლოდ მომეკეცი, დამჩაგრე, ჩემზე იბატონო. ანუ გამოდის რომ არ ვიცი, ყოველთვის ეგრეა, როცა ვპატიობთ ადამიანს, ეს საკუთარი თავის გადარჩენა. აუცილებლად. ეს პატიება არ ემსახურება იმას. და არასოდეს სხვას არ ვპატიობთ, ხო? არა. ყოველთვის მე ესეა? ჩემ თავთან ვარ მართალი. ყოველ შემთხვევაში ფსიქოლოგიაში ასეა. შენ გჭირდება, რელიგიაშიც ასეა. აი მიუტევე. ხო, იმიტომ კი არა რომ ის იმსახურებს ამას.
აი ღმერთი მიხედავს იმას. ეს ცალკეთებაა. ესეც შფოთვის საწინააღმდეგო პრაქტიკაა, რომ ღმერთი მიხედავს, რომ შენ შფოთვა არ შეგშალოს და უსამართლობამ, ხო? რა არის და რა არა ჩვენ არ მოწყით. და პატიება შენ გჭირდება, რომ შენ სიკვდილამდე არ მოკვდე, რომ შენ ავად არ გახდე. და აღარ მისცე უფლება წარსულს შენი მომავალი დაანგრიოს. არ მისცე უფლება იმ უღირს ადამიანს შენზე იბატონოს შენივე წყენით. რომ წყენა არის მცდელობა დალიო შხამი იმის იმედით რომ ის მოკვდება. მე ამ შხამს აღარ ვსვამ. მე გამოვჯამრთელდი. და ნინის გამოცდილება მისი ეს ფსიქოთერაპიული სეანსები, მისი პროფესიონალიზმი და როგორც მეგობრის თანადგომა დამეხმარა და სხვანაირად დავინახე. ჩვენ გავითამაშეთ ეს ცარიელის კამი, კონტაქტი, საზღვარი. რომ ჩემი შეცდომა იყო რა, საზღვარი მოვარღვიე. იმაზე მეტად ვენდე, იმაზე მეტად შემოვუშვი. აი ის რაც რათხა კრიშნასთან მოხდა, ეს არის უპირობო სიყვარულის დროს. და სხვათა შორის აი ინდურ ტრადიციაში არის, აი როდესაც ესე იგი ქალვაჟის ქორწილი გადაწყდება ხომ, ღამე უნდა მივიდეს ეს ესე იგი ვაჟი ღამე დაუკაკუნოს ესე კარზე და იმან უნდა იკითხოს პატარძალბა რა ბობოვალმა პატარძალბა ვინ არის? ეს პირველად პასუხობს პირველ ღამეს. მე ვარ. და კარს არ უღებს. მე მეორე ღამე მივა დაუკაკუნებს. ვინ არის? მე შენთან ვარ, შენი ვარ, ხო? კარებს არ უღებს და აი მესამე ღამეს ვინ არის? ორაგაკუნებს და მე ვარ შენ და შენ ხარ მე. რათხა და კრიშნას. აი ეს ხო იმიტომ ხო ძალიან რელიგიური ის არის, ხო? ანუ მე ვარ შენ და შენ ხარ მე. ეს არის ატმანი უდრის ბრაჰმანს, ესი ამავე სერიიდან არის, ხო? ამრიგად აი წყვილებს შორის იქნება ეს ცოლ-ქმარი, შეყვარებული, და-ძმა, მეგობრები და ასე შემდეგ. ნებისმიერი ურთიერთობის. აი მთავარი ამავალი წერტილია, რომ მე შევძლო შენს ტყავში აღმოჩნდე. თუ არ უსვენენ ერთმანეთს. აი იმათ ესე იგი საერთო არაფერი არ აქვთ. ის ფენილეთილამინიც დაიშლება, დოფამინიც ზედმიყვება. ეს არის ყველაზე დიდი მტერი ურთიერთობის, ხო? დიახ. და გარდა ამისა, როდესაც წყვილები მოტივირებულები არიან ურთიერთობა გადაარჩინონ, ყოველთვის მცდელობა აქვს და ძალიან ხშირად წყვილების თერაპიაზე დადიან. ზოგჯერ არის, რომ მეწყვილე უარზეა თერაპიის, მაგრამ მაშინ ინდივიდუალურ თერაპიაზე დადის ერთ-ერთი პარტნიორი და ველის თეორია გვაქვს ჩვენ ესეთი ძალიან უნიკალური, რომ როდესაც ხდება ამ ცვლილება ერთ-ერთ პარტნიორში, იმდენად იცვლება ხოლმე ველი მის ირგვლივ, რომ ველს ცვლილება შეაქვს მის პარტნიორშიც. და თერაპიულ პროცესებშიც ფაქტიურად რაზე ხდება გამახვილება ყურადღების, ეს არის კონტაქტი, სათხდება კონტაქტის წყვეტა, რამდენად და ამ კონტაქტს ის ამის წინაც ვახსენე და თერაპევტი უყურებს თერაპიული პროცესის დროსაც, რა ხდება თერაპიულ პროცესზე, არა მარტო დაუშვათ აქ მოტანილი ინფორმაცია, რომ სად უწყდება მათ, თვითონ უშუალოდ პროცესის დროს. როგორც ვთქვი, ფენომენოლოგიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მუშაობა მიდის აგრეთვე საზღვრებთან და ცხადგრძნობა ემოციების, იმიტომ რომ კონფლიქტის უკან შესაძლოა იყოს რაღაც დაფარული მოთხოვნილებები, რომელიც არ არის აღმოჩენილი. შეიძლება იყოს აღიარების სურვილი, შეიძლება იყოს თავისუფლების სურვილი და ეს უნდა იყოს ამოცნობელი და ეს შესაძლოა თერაპიული პროცესი რას აკეთებს? სხვა კუთხით ანახებს სიტუაციას, რაც რაღაც პატერნულად ერთი მიმართულებით მიდის და ერთი სცენარით თამაშდება. რეალურად შემძლეები არიან სხვა კუთხით შეხედონ, სხვანაირად დაინახონ და თუ კი აქვს სურვილია ცვლილების დანახვის გაგები, შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. თუმცა შესაძლოა ისეც დასრულდეს, რომ თუ კი არ უსმენენ ერთმანეთს და мотиваცია არ არის აქ, რომ გადარჩეს ურთიერთობა, უბრალოდ დაიშალოს ეს ურთიერთობა. სიყვარული აპრიორია ბედნიერების. აუცილებლად. უბრალოდ სიყვარული მე მინახია სიყვარულში უბედური ადამიანებით. ის ვნებაა. ვნებაა? იმიტომ რომ ნახეთ სიყვარული ხშირად ვამბობ ხოლმე და მაშინ უნდა გავმეორდე.
აფროდიტეს სამკაულე. აი მე შენ მიყვარხარ იმიტომ რომ ხო რაღაცის გამო მიყვარხარ მე შენ ხო ეს არის პრაგმა სიყვარული როგორც პრაგმა აი მე და შენ ერთმანეთი გვიყვარს აი ამიტომ აი შვილები გვყავს ოჯახი გვაქვს და ნუ გივნება მგაიარო მაგრამ აი ანუ რაღაცის გარშემო გავერთიანდით სტრატეგიული სტრაგო ვნება გვაქვს ხო მაგალითად ეს არის ტოლვა გვაქვს ფილია ვნება ეროტი ხო და არის შეპყრობილობა მე შეპყრობილი ვარ შენ მე ავად ვარ შენით ხო მანია სიგიჟის ხდება ქალღმერთია და თუ მე ვარ უბედური შენთან სიყვარულში ეს ნიშნავს რომ იქ რაღაცა მანიაკალურია იქ რაღაცა გადამეტებული კონტროლია იქ რაღაც უპატივცემულობაა აი ყველა აი ამის მიზეზი აი წყენით მე შემთხვევით არ დავიწყე იმიტომ რომ წყენია ადამიანი როგორც წესი ეს არის დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი რომელსაც აქვს დაბალი თვითშეფასება ეს წყენია ანუ რაც უფრო წყენია ტიპია ნიშნავს რომ იმას აქვს არასრულფასოვნების კომპლექსი შესაბამისად არასრულფასოვნების კომპლექსი წყენიობა უდრის ავთვისებიანი კონტროლი ეჭვიანობა და არასრულფასოვნების კომპლექსი და წყენიობა არის ერთი მედლის ხუთი მხარე ხო ანუ შეიძლება იყო უბედური ურთიერთობაში მაგრამ ხა მიჯაჭულობა ახსენეთ ხალბატონდია და სიყვარული ხო რაღაც მხრივ მიჯაჭულობაა ერთმანეთზე მიჯაჭულობა იმ შემთხვევაში როდესაც სიყვარულში შემოდის ცნება ფლობა მე შენთან მინდა ყოფნა არა იმიტომ რომ შენ მე მაბედნიერებ მე ბედნიერი ვარ და ჩემს ბედნიერებას გიზიარებ ეს ბედნიერება არის სიყვარულის შედეგი მაგრამ როგორი პრაგმა უპირობო სიყვარულის ყველა სხვა დანარჩენი სიყვარულები ეს არის ფიზიკურ ხორციელ სხეულებრივი აქ არის საუბარი სულიერ ასპექტზე სიყვარულის აი სიყვარული როგორც სტიქია უპირობოდ მიყვარხარ გეყვარები მე შენ თუ არ გეყვარები ჩემთან იქნები თუ არ იქნები არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მე შენ მიყვარხარ სადაც არ უნდა იყო მე თუ შენ მიგეჯაჭვე ეს არის ან პრაგმა ან სტრაგო ან მანია ან ფილია ან ეროტი ხო ეს რა თქმა უნდა შემადგენელი ნაწილებია მაგრამ აქ უნდა გავიხსენო მაშინ იუნგის მიერ მოწოდებული ძალიან საინტერესო ევოლუცია ადამიანის პიროვნული და სულიერი განვითარების ეტაპები ევა ეს არის ხორციელი ინსტინქტური და ველური ჯერ კიდევ ხო მეორე ეტაპი ეს არის ელენე მშვენიერი ხო ეს არის ვნებიანი ეს უკვე არის კულტურული ელემენტიც ეს არის პროექცია ეს უკვე პოლიტიკა და ასე შემდეგ ხო ესეთი საქმიანი ქალი თავისი მთელი შარმით და სექსუალობით ხო მესამე ეტაპი ეს არის მარიამი ღვთისმშობელი მარიამის იდეა ეს არის სიწმინდე ზნეობა სისპეტაკე უკვე ავდივართ უკვე სულიერების ახალ საფეხურზე და მეოთხე საფეხურად განიხილა იუგი სოფია სიბრძნეს ნიშნავს მაგრამ როგორი სოფია ეს არა უბრალოდ ბერძნული სოფია და ფილოსოფია სიყვარული არამედ სოფია გნოსტიკური თვალსაზრისით გნოსტიციზმი ესეთი მიმდინარეობა იყო ადრეულ ესე იგი დაახლოებით მე-4 საუკუნემდე ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი იყო იმიტომ რომ ის გნოზის ნიშნავს შემეცნება გონიერება გნოსტიციზმი არაფერს არ აქვს მნიშვნელობა თუ არ გესმის არც ერთ ლოცვას, არც ერთ აშენებულ ტაძარს, არც ერთ ქველმოქმედებას არ აქვს აზრი თუ შენ არ გესმის არაცნობიერებო რასაკეთებო, ანუ აქცენტი კეთდება შემეცნებაზე და არა რწმენაზე. რწმენა არისო საშუალება, რომ გზიდან არ გადაუხვიო, დროზე ადრე ფარხმალი არ დაყარო. რწმენა საშუალებაა და არა მიზანიო. თავარიაო შემეცნება ასე ფიქრობდნენ გნოსტიკები. და გნოსტიციზმში არის ეს ეონთა სისტემა, ეს არის ღვთაებები, აი ამ ღვთაებების სახით არის გამოხატული დიდი იდეები. მათ შორის ეს ბოლო 33 თუ 34 წუთად არ მახსოვს, ეონი არის სოფია.
სიბრძნე, აი ეს პირველი პლერომა, ენით აღუწერელი აბსოლუტი თუ რაღაც არის, მერე მოდის ესე უამრავი ესე იგი მადლი, ჭეშმარიტება, შებეცნება, სიყვარული და ასე შემდეგ. აი ეს სოფია. და აი მთელი ეს იერარქია არის სულიერ სფეროში. ჯერ მატერიაზე ლაპარაკი არ არის. აი სოფია, სიბრძნე, რომელიც მოიცავს რას? ცნობის მოყარეობას, შემეცნების სურვილს და სოფიას უჩნდება ლტოლვა აი პირველ საწყისისადმი, აი ნეტავ ის როგორია, ის მამა, პირველ საწყისი როგორია, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნეს დიდებული ღვთაებრივი იერარქია და აი ამ სურვილით ქალწულებრივად ორსულდება, თავისი სურვილით. ანუ ინცესტია, ინტელექტუალური ინცესტია და ის შობს სამყაროს, მატერიალური სამყაროს შემქმნელ დემიურგს, ინჟინერს, რომელიც არის ბრმა და ასე შემდეგ, იმიტომ არისო ეს სამყარო ასეთი დაუნდობელი და უსამართლო, იმიტომ რომ მისი უშუალო შემქმენი არის დემიურგი და არა აბსოლუტიო, გნოსტიციზმში ასე არის. აი ეს სოფია, რომელიც დაცემული უკვე მე ხო დაეცა აი ამ და მე ისე უბრუნდება ამ სულიერს. აი ნახეთ, სიბრძნე, რომელიც დაეშვა მატერიაში. და მე შემდგომ ისევ დადებითი ემანაციით დაბრუნდა სულიერში. ანუ სიბრძნე არა სტერილური სიბრძნე, რომელმაც არ უწყის ცოდვა, გამოსცადა ყველაფერი ამ სოფიამ და მე აღდგა და დაბრუნდა ისევ სულიერში. აი ეს სოფია გაცნობიერებული არის ბოლო ეტაპი იუნგის აი ამ კლასში. ნახეთ, იმისა და მიხედვით, ადამიანი რომელ საფეხურზე დგას? ცხოველური, ბიოლოგიური, ფსიქოინტელექტუალური, სულიერი და სუპრამენტალური, ხო? შესაბამისად, სიყვარულებიც სხვანაირია მასში, სხვადასხვანაირად უყვარს, სხვადასხვანაირად გამოხატავს, სხვადასხვანაირად ავადხდება. როგორც ჰიპოკრატე ამბობს, თავარი ის კი არ არის, რას ჭირს, თავარია ვის სჭირს. ვის ჭირს. და ბოლოს მაინტერესებს, უნდა ვებრძოლოთ საკუთარ თავს. როდესაც საუბარია ველურ სტადიაზე, ჩვენ ამას ბრძოლას ვეძახით. მაგრამ უკვე ინტელექტუალურ სულიერ ასპექტში ეს ბრძოლა არ არის. ეს შემეცნება. შემეცნება. თავარი მიზეზი პრობლემის არის წყენიობა. და ეს წყენიობა არის არასრულფასოვნების გამო, რომელიც შემდგომ ბადებს ეჭვიანობას. და ეჭვიანობა არღვევს საზღვრებს. საზღვრებს, რომელიც აუცილებელია შეხებისთვის. ხომ? მე შენთან ურთიერთობა მინდა, იმიტომ რომ შენ ხარ შენი ცალკე სამყარო, შენი ფსიქოლოგიური კოსმოსით. თუ ამ სამყაროს საზღვრები მოირღვა, შენ პიროვნულ ხიბლს კარგავ. და ჩვენ შორის სიყვარული არის პიროვნებებს შორის სიყვარული. შენ თუ დაკარგე ეს ზღვარი, შესაბამისად კონტაქტი, ურთიერთობა ფუჭდება. ამრიგად, აქედან გამომდინარე, თუ შენ ხედავ, რომ ეს ადამიანი არის ტოქსიკური, სიყვარული დატოვე და ურთიერთობა გაწყვეტე. სანამ არ მორჯულდება და თუ არ მორჯულდება, ჩვენ კაცთა მოქვსა ქვეყანა, დღეს რუსთაველი აქტუალურია. და ბოლოს აი ნებისმიერ თემაზე რის თქმის სურვილით გაქვთ, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მაყურებელს, შეიძლება ჩვენს გადაცემის ფორმატში არ ჩდებოდეს. და გისმეთ სიამოვნებით ქალბატონ დია და ქალბატონ ნინო. ეცით სურვილი რა არის, ძალიან ბანალური. თუ დავუშვებთ, რომ არსებობს რაღაცა ბოროტი ძალა, ეშმაკი სატანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ლუციფერი. ყველა სხვადასხვა რამ არის. ისევე როგორც ღვთაება, ღმერთი, უფალი და ასე შემდეგ, სხვადასხვა რაღაცეებია. ის საზრდოობს შენი რისხვით. ის საზრდოობს შენი წყენით, ბრაზით, არ პატიებით. არ მისცეთ უფლება ადამიანს, რომელიც უღირსად მოგექცათ, იბატონოს არა მხოლოდ თქვენზე, არამედ თქვენში. კი, მოდის უამრავი ფიქრი, ბრაზობ და როგორ და ეს გამიკეთა და ამას როგორ ვაპატიებ. კი, ფიქრები თავისით მოდის, ეს ნერვული სისტემის საოცარი თვისებაა, ეს აუტოპეისმეკერობა, თვითონ აღმოცენდება და იფრქვევა ეს ვულკანი და ვერაჩერებ. მერცხლები დაფრინავენ და შენ ამას ვერ შეცვლი. შენ ვერ დაუშლი ამ მერცხლებს ამ ფრენას, მაგრამ შენ შეგიძლია დაიცვა შენი თავი. ამ მერცხლებმა აქ ბუდე რომ არ გაიკეთო. ბუდე არ გააკეთებინო.
რა საინტერესოა. იფრინონ, მაგრამ ბუდი არ გააკეთებინ. წამოვიდა, გაატარა. მედიტაცია შეგიძლია დიდხანს იყო გაბრაზებული, გადაართე მედიტაცია. მაგრამ ესეთ ხართხა, იქ არის ესეთი მომენტი, მაგრამ წიგნში არ ყოფილა, გინი მართალი ხარ შენ, ფილმშია ეს ეპიზოდი, როდესაც ესეთ ხართხა მიდის ფასიანი სიყვარულის ქურუმ ქალთან და მე მინდა რომ დაგემოწაფო და ეს შეცბება ახლა ეს წმინდანი შემოდის აი უწმინდურის სახლში რა და წარმოგიდგენიათ ახლა ამ ქალისთვის ეს რა იქნებოდა და მეორითი მე რა შემიძლია გასწავლო რაც მე არ ვიციო სიყვარულის ხელოვნებაო მაგრამ ერთი პირობითო რომ მე ვიმუშავებო მე ისე გავაკეთებო ყველაფერს და რა რისი გაკეთება იციო მე ვიციო ლოცვაო მარხვა და მოთმინებაო და რა მოგცაო მე ამანო ეს რო იციო მოთმინება მომცაო რომ ძალიან დიდი სიხარულის და ძალიან დიდი უბედურების ჟამს უცბად გადაწყვეტილება არ მივიღო ნუ ლოცვაზეც რაღაცას ამბობს და აი უბრალოდ არ მახსოვს ახლა და მარხვაზე ამბობს და მარხვამ მასწავლაო რომ შიმშილის გამო საშინელება არ ჩავიდინო შიმშილთან დამეგობრება არა იმიტომ რომ შიმშილი კარგია კი ბატონო შიმშილის გამო საშინელება არ ჩაიდინო ბავშვობაში რა მოშივდა ასეთი ადამიანს როგორ შეიძლება სხვისი გაძარცვის ხარჯზე შენ გამდიდრდე სხვისი დამცირების ხარჯზე თავი დაიმკვიდრო ხომ გავიგეთ რომ შიმშილი უბედურია არ მისცე უფლება იმ მერცხლებს შენ თავში გააკეთოს ეს ბუდე არ მისცე უღირს ადამიანს უფლება შენში ჩაცხოვრდეს გადართე ნინო თქვენ გვეჭვით მე ცოტა მოკლე ვიქნები მე აქ ვიტყოდი გეშტალტ ლოცვას დიახ რომელიც შემდეგნაირად ჟღერს ეს არის თეთრი ლექსივით არის პერლზის მოწოდებულია და ბრწყალებში გეშტალტ ლოცვას ეძახიან მე ეს მე ვარ შენ კი შენ ხარ მე ვაკეთებ იმას რასაც ვაკეთებ შენ აკეთებ იმას შენ რასაც აკეთებ მე არ დავბადებულ ვარ იმისთვის რომ შენი იმედები გავამართლო შენ არ დაბადებულ ხარ იმისთვის რომ ჩემი იმედები გაამართლო თუ კი ისეთი რამე მოხდა რომ ჩვენ გადავიკვეთებით და ერთად მოგვეწონება ერთმანეთი გადასარევი მშვენიერია თუ არა და ამას ვერაფერს უშველით ანუ კაი ლოცვა რეალურად ეს არის თემატიკურად ჩვენს თემაში საბამებოდა სწორედ ჯანსაღ საზღვრებზე აქ ლაპარაკი და ჯანსაღ კონტაქტის ფორმებს უღრმესი მადლობა ქალბატონო დია ქალბატონო ნინო ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და ძალიან მიხარია რომ ესე გემრიელად დიდი მადლობა ძალიან საინტერესო თემისთვის და ესეთი ტკბილი მასპინძლობა დიდი მადლობა თქვენ კი ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ ძალიან დიდი მადლობა თქვენი ემოციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე